როგორ ახართ გოგონებო? იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს მოდით გავშალოთ. რატომ იქცევა ადამიანი რაღაცა ურაზროვნად. თან ისე დაემთხვა, რომ 4-იანი პენტაკლი არის და რადგანაც კიდე უფრო მეტად ის დაემთხვა, რომ ეს არის ორმხრივი ტარო. ზოგჯერ მისი ურაზროვანი ქმედება ძალიან ცხადია და გვესმის და ზოგჯერ საერთოდაც არ გვესმის, რატო შეიძლება იყოს ადამიანის ზურგშექცევით და პასიური. როცა ხაზგასმით ვამბობ, რომ არის ურთიერთობაში, უნდა აფიქსირებს, მაგრამ საქმეს ეს არ ეტყობა. ნახოთ აბა, რატომ იქცევა ასე? რატომ იქცევა ასე ეს ადამიანი? ნახოთ, რატომ იქცევა ასე. მერთო ჩემო, თქვენში პრობლემა არ არის, არანაირი. უბრალოდ ვიტყვი იმას, რომ გიყურებს, რომ ძალიან აქტიური ხარ. სასურველი ხარ არა მარტო მისთვის, არამედ გარშემოყოფი მამაკაცებს ყურადღება შეიძლება იქცევდეთ და ამას ძალიან კარგად ხვდება. მაგრამ როგორ რაღაცა აქვს, იცი? მე გიფიქსირებ ჩემ აზრს, რომ სასურველი ხარ ჩემთვის, მაგრამ მე არ განიჭებ შენი სტაბილურობის სტატუსს, რომელიც შეეფერება იმპერატრიცობას, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ არც თქვენგან არა აქვს იმის სტატუსი, რომ შენ იყო ჩემ ცხოვრებაში ის ერთადერთი იმპერატორი, რომელიც დაუშვათ მე მინდა. აქ ორივეს ხასიათების შეჯახება, ანუ რაც დათესეთ ის მოიმკით ახლა ორივემ და ამ შემთხვევაში თუ რატომ იქცევა ეს ადამიანი ასე, ვიტყვი რომ ცოტა ჭკვიანურად უდგება ამ ყველაფერს, რადგანაც ამით უფრო მეტად ხედავს, რომ ხარ დაინტერესებული და უფრო მეტად უნდა, რომ ძალიან გინდოდეს, ისე გინდოდეს, რომ შენი საქრძელები იყოს მის მიმართ უკონტროლო იმ კუთხით, რომ რომ გემჩნევა, რომ შენი ვარ და არაფერი შიში არ კონდეს, მარტო შენ გეკუთვნიო. მოდი ვნახოთ. თვითონ გეკუთვნის შენ. ნახე? შეუძლია, რა თქმა უნდა, რომ გეკუთვნოდეს, მაგრამ არ ირჩევს ამ გზას. ძალიან საინტერესოა. მე შემიძლია ყველაფერი, მაგრამ მე ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებ, რომ მე გეკუთვნოდე შენ. პასიურია მაინც. პასიურია მაინც, იმიტომ რომ ამ ადამიანს აქვს თავისი კომფორტის ზონა, თავისი სიმყუდროვე, თავისი განსაკუთრებით ღამე ფიქრი უყვარს, რაღაცა ღამე უფრო დიდ ანალიზს უკეთებს ამ ყველაფერს და აცნობიერებს ყოველ ღამე რას გრძნობს შენს მიმართ, უნდა არ უნდა ეს ურთიერთობა თუ როგორ უნდა, ну მოკლედ მთელი დღის მანძილზე რაც გამოიარა, ამ ყველაფრის ანალიზი კეთდება ღამე. მოდი ვნახოთ, ყველაზე მთავარი ანალიზი მაშინ ღამე, ყველაზე მთავარი რა არის? ესე იგი როგორია, იცი? ანალიზი უფრო ის კი არა რომ შენს მიმართ რას ვგრძნობ, რა მინდა და რას გავაკეთებ. ანუ სტრატეგიული ტიპია ძალიან. მე არ ვიმოქმედებ კონკრეტულად. მე არ დაგანახებ ჩემს ინტერესს. ანუ ჭკვიანი ადამიანია, თქვი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმიტომ რომ ზუსტად იცის, რომ ეს გამოიწვევს ძალიან დიდ ყურადღებას თქვენში. ისიც ზოგადად როგორი ტიპია, იცი? რაღაცნაირად გამოვლილი აქვს ყველანაირთული ემოციები და ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს მარტოობა, რას ნიშნავს ყველაფერი გაფუჭებული რო არის, რას ნიშნავს საერთოდ რომ ყველამ ზურგი აქცია, თქვენ არ გეხებათ საერთოდ გულისხმობ და აქედან გამომდინარე ძალიან კარგად აფასებს თავის მარტოობას, თავის ტკივილებს და მოკლედ ძალიან გამოცდილი ადამიანია და ეს ის ადამიანია, რომელიც პირველ რიგში საკუთარ ემოციებიდან იმსჯელებს თუ როგორ იქნება თვითონ და არ მისცემს საკუთარ თავს, რომ ემოციამ და თქვენთან ურთიერთობაში იყოს, ემოცია მართლაც თქვენთან ურთიერთობაში იყოს უკონტროლო, მაგრამ გამაგიეროთ სურს, რომ შენ გინდოდეს. სამიანი ხმალი, მოდი ვნახოთ. რას ემსახურება ეს სამიანი ხმალი? სამიანი ხმალი მაინც იმას ემსახურება, რომ როგორი ჭკვიანიც არ უნდა იყოს და საერთოდ როგორი ინტერესიც არ უნდა გქონდეს და ყველაფერს მაინც იმის გამოაკეთებს, რომ შენ შემოგატრიალოს და უფრო მეტი ყურადღება დაიმსახუროს.
მაინც არ მიდის ეს ურთიერთობა სიღრმისკენ, ოფიციალურობისკენ, არძებნის გასაღებს და მაინც რჩება ურთიერთობა ყველასთან ვერ ვიტყვი, მაგრამ მოდი ვიტყვი ზოგთან აქტიურად ტოქსიკური, ზოგთან პასიურად ტოქსიკური და ზოგთან კიდე მესამე ფაქტორები ნებისმიერი, სულიერი და უსულო მოკლედ. თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ ამ შემთხვევაში? მოდი ვნახოთ, თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ. ნუ გეშინია ნურაფრის და საერთოდ თუ ამ ადამიანს რამეს ეშინია კიდე და ამას ან კარგად ხედავდა ცნობიერებ, ეს არის მისი რაღაცა ხელოვნურად შექმნილი შიშები, წიკები და ამაში ვერ დაეხმარები და არც უნდა დაეხმარო. ძალით იგონებს, ასე მგონია, რაღაცებს. ძალით იგონებს, მისთვის მთავარი დანიშნულება არის მისი ყოველდღიურობა, რაც საკეთებს და საკმაოდ მატერიალისტი ადამიანი და მე გეტყვი, რომ ამ ადამიანს ხელს უშლის ზუსტად ის გრძნობა, რომ შეუძლია ძალიან დიდი სიყვარული, მაგრამ თავს ამის ნებას ააძლევს, რადგან ძალიან შიშარაა. შიშარა ცუდი გაგებით არ ვამბობ, არ უნდა რომ გული ეთკინოს, იმიტომ რომ მე აქ ვგრძნობ, რომ ადამიანს გამოცდილი აქვს ეს მარტოობა, ეს უარყოფა და ერთი სიტყვით არ უნდა იყოს ემოციური მათხოვარი, გრუბად რო ვთქვა და ამიტომ ყველანაირ მიჯაჭვულობას ეწინააღმდეგება. ამიტომ თუ თქვენ დაგაკლდებათ ტონუსი ურთიერთობაში დადებითად და არ იქნება ცოცხალი ურთიერთობა და ცოცხალი აქტიურობა მისგან, მოკლედ ასეთი პერსონაჟი მოვიდა დღეს და რა თქმა უნდა მე ყველას გელოდებით კომენტარებში, მდროებით.